სანამ ვიდეო დაიწყება, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ უკვე 10,000-ნი ვართ, რისთვისაც თვითოულ თქვენთაგას ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ოდამეთ ჩემ დანაპირებს ვასრულებ და ამ ვიდეოში მე და კროკო გავათამაშებთ ჩემს მიერ დახატულ ამ 2 მაისურს. ვიდეოს განმავლობაში გავაჟღერებ გათამაშების პირობებს, ამიტომ ყურადღებით იყავით, ახლა კი განაგრძეთ ყურება. გასულ კვირას დანა ვაითმა არაერთი სიგიჟე ბრძოლა დაგვიანონსა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ამ ბრძოლებიდან ერთ-ერთი ნამდვილად არის ისეთი, რომელზეც დიდი ხანია ვიცით, რომ უნდა შემდგარიყო. ეს დუპლესი ჩიმაევის სატიტულო ბრძოლაა. ჩეჩენი მხეცი, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთ გამორჩეულ მებრძოლს მოუმტრია ყბა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და თავი მალევე დაგვამახსოვრა MMA-ის გულშემატკივარს, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე საშიშმა მებრძოლმა. მოკლედ 17 აგვისტოს ძალიან მაგარი და ინტრიგული ღონისძიება გველოდება და ასეთ საჩემპიონო ჩხუბებს ჩვენ კროკოს ერთად უყურებთ. ჩვენი არხის მეგობარი ბრენდი არის კროკო. მე კი ამ ვიდეოში მოგიყვებით, თუ რატომ არის ხამზად ჩიმაევის წინააღმდეგ ოქტაგონზე შესვლა ნამდვილი ჯოჯოხეთი. უშუალოდ მის ბიოგრაფიაზე უფრო ზუსტად სხვა ვიდეოში მოგიყვებით. ახლა კი მინდა ყურადღება მის კარიერაზე და უნარებს გავამახვილო. ჩეჩენი ვიკინგი, როგორც მას ეძახიან, 25 წლის ასაკში უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჭიდაობაში და ძალიან კარგადაც დომინირებდა რეგიონალურ ჩემპიონატებში. ასეთი მებრძოლების დამახასიათებელი თვისება რა არის? ერთ ადგილას გაჩერება არ უყვართ და უნდათ უფრო მეც მიაღწიონ და გამონაკლისი არ შემთხვევაში არც ხამზად ჩიმავი ყოფილა. თუ ვინმეს გსურთ რომ გითხოთ, როგორ უნდა გქონდეს ძალიან მაგარი დებიუტი, ამ კითხვისთვის ჩეჩენი იდეალური კანდიდატია. 2020 წლის ზაფხულში მან წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია და UFC-ში 10 დღის განმავლობაში ორჯერ იჩხუბა. კი, არ მოგესმათ. მისი დებიუტი 15 ივლისს ჯონ ფილიპსის, იგივე თეთრი მაიკ ტაისონის წინააღმდეგ შედგა საშუალო ზონაში. 2 რაუნდის განმავლობაში კავკასიელმა მრავალჯერ სცადა მნიშვნელოვანი დარტყმა მიეყენებინა ოპონენტისთვის. აქედან ერთ-ერთი კი მაგრად მოარტყა და ეს ბრძოლა საბმიშენით მოიგო. 10 დღის შემდეგ, ანუ 25 ივლისს მან UFC-ს თავის უნარები კიდევ ერთხელ უჩვენა, ოღონდ ამჯერად ქვესაშუალო ზონაში. მისი ოპონენტი, რის მაგი, ცნობილი მისი დაცვითი უნარებით როგორც სტრაიკინგში, ასევე მიწაზე, აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მებრძოლი ამ დივიზიაში. მაგრამ რა თქინდა, ჩიმაევმა მას ყველა ასპექტში აჯობა. მხოლოდ 3 წუთში რისმა 40 დარტყმა გაუშვა ისე, რომ საპასუხოდ ვერაფერი გააკეთა. ბოლოს ვიკინგმა იგიცა აქცია, ground and pound-ით მისი დაშლა დაიწყო და რა თქმა უნდა რეფერი მეც ბრძოლა გააჩერა. სწორედ აქედან იწყება მისი დომინაციის ერა და რა თქმა უნდა, როდესაც დებიუტში ასეთ აზიოტაჟს იწვევ, UFC-ს მესვეურების ყურადღებასაც იქცევ. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ერთი ცუდი რამ მოხდა. 2021 წლის მარტში მან განაცხადა, რომ იგი კარიერულ პაუზას იღებდა, რადგან COVID-19-ის გადატანის შემდეგ გართულებები დაიწყო და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ მოუგია საჩემპიონო ქამარი, მებრძოლმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს არ იყო მისი მთავარი მიზანი და მისმა წავსვლამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მოკლედ შემდეგ რა ხდება? იგი გამოკეთდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ისევ საჩემპიონო რბოლაში დაბრუნდა ამავე წლის 30 ოქტომბერს. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა ჩინელი მებრძოლი ალი ჟინგლიანგი, რომელმაც ერთი დიდი დარტყმაც კი ვერ გაუტარა მას. ამ ბრძოლაში ძალიან ნათლად ჩანს, თუ როგორი მწარი არის მის მიერ განხორციელებული ორმაგი ფეხის ტეიქდაუნი. ერთ წამს ალი თავისთვის მყარად დგას ფეხზე და თვალის დახამხამებაში მიწაზეა გართმული და ზემოდან ეს ამ ხელა კაცი აზის, რომელიც დაფრეთვას უპირებს. წარმოიდგინე თავი ჩინელის ადგილას, რა ცუდია. კვირების განმავლობაში ემზადები, ვარჯიშობ, უარს ამბობ საძმაკაცთან ერთად შემწვარ ძაღლის ხორცზე, თუ ეგენი რა სჭამე. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბოლოს იატაკის ტილოსავით გათრიონ ამდენი ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რომ გარბი ხარ და დათვი მოგდებთ. გარბი ხართ მთელი ძალით იმისთვის, რომ გადარჩე და თან ფიქრობთ. მოიცა, სირბილი თუ გავაგრძელე, იქნებ გადავრჩე. ახლა ეგ დათვი ხამზად ჩიმაევით ჩაანაცვლეთ. გილოცავთ. თქვენ ვერ გადარჩებით. ეს გამარჯვება იყო თამამი განაცხადი, რომ კავკასიელი ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და მათ შორის ქამრის მოსაგებადაც იყო მზად. Everybody, I come here for everybody, kill everybody, I'm the champ, I'm the king, kill everybody. როდესაც ხამზაც ებრძვი, საქმე მხოლოდ დარტყმების აცილებას და ტეიქდაუნების დაცვას არ ეხება. არა, შენ უბრალოდ უნდა გადარჩე. ანუ უნდა გადაურჩე მის გიჟურ, ფეთქებად კარდიოს რეჟიმს. ეს რეჟიმი თუ ჩართო, ჯობია შენ დღევანდელი გეგმები ხვალისთვის გადადო. ან საერთოდ არ გააკეთო. მოკლედ, დაპირებული გათამაშების დრო მოვიდა და იმისთვის, რომ ამ 2 მაისურიდან რომელიმე თქვენი გახდეს, უნდა დააკმაყოფილოთ 3 ძალიან მარტივი პირობა. პირველი, თუ არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე ჩემი YouTube არხი. მეორე, გადმოდი და გამომიწერე Instagram-ზე, რომლის ლინკსაც აღწერაში ნახავ და მესამე, ამ ვიდეოს კომენტარებში დალინკეთ თქვენი Facebook პროფილები, იმისთვის, რომ მერე როცა მოიგებთ, მარტივად გიპოვოთ. ხო, თუ ვერ დალინკავთ კიდე, Facebook-ზე რა გაწერიათ, მხოლოდ ის დაწერეთ. ყველას წარმატებებს გისურვებთ, ჩვენ კი გავაგრძელოთ ვიდეო.
მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე ითვლებოდა ტოპ პროსპექტად, გულშემატკივრთა უდიდესმა ნაწილმა იგი შემდეგ ბრძოლაში ჩამოწერა და დიდი ანდერდოგის სტატუსი მიანიჭა. ვიკინგის ოპონენტი კი არც მეტი არც ნაკლები გილბერტ ბერნსი იყო, რომელზეც ხალხი დიდი მედებს ამყარებდა და თვლიდა, რომ სწორედ ის იყო ის ერთადერთი, რომელიც მის მატარებელს რელსებიდან გადააგდებდა. მოხდა ისე, რომ მთელი დასავლური სამყარო გილბერტის უკან მოექცა და ყველა სჯეროდა, რომ იგი გახდებოდა ჩიმაევის ყველაზე დიდი კოშმარი. ერთი შეხედვით MMA-ის მცოდნე და ავტორიტეტული ფიგურების მოსაზრებების წყალობით, ბერნს ისედაც მომატებული თავდაჯერებულობა კიდევ უფრო მოემატა და ბევრად უფრო თამამ განცხადებებს აკეთებდა ბრძოლის წინ. ბრძოლაც დაიწყო, მაგრამ ოქტაგონზე ვერავის ვერ დაინახავდით, ვიზეც იტყოდით, რომ ჩიმაევის კოშმარი იყო. რაუნდიდან რაუნდამდე ჩეჩენი წინ მიიწევდა. არ ჩერდებოდა, გიგონება ბრძოლამდე 3 მაგი ესპრესო დალია litrობით. ბერნსმა ბევრიც მოარტყა, ტეიქდაუნებით დაიცვა, მაგრამ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია რაიმეზე. ხამზატმა მას ძალიან ბევრი ენერგია გამოაცალა და ვინმეს ხო არ გახსენს. Who's zero now? Who's zero? ხო, აქვე ერთი საინტერესო ფაქტი. ხამზატს UFC-ის პირველ 5 ბრძოლაში ერთად ჯამში 120 მნიშვნელოვანი დარტყმა მოხდა სახეში და აქედან 119 გილბერტ ბერნსმა მოარტყა. მიუხედავად ჩემი ამოწოდებული ინფორმაციისა, ჩეჩენმა ბერნსი ასე თუ ისე მაინც დაჩაგრა. გილბერტი ცდილობდა, რომ თავისი გეგმისთვის არ გადაეხვია, მაგრამ აშკარად არ ელოდებოდა, რომ პირისპირ მასზე ბევრად მრავალხრივი მებრძოლი დახვდებოდა. საბოლოო ჯამში ისე დაალაგდა, რომ ეს ბრძოლა ორივე მებრძოლისთვის კარიერის ყველაზე რთული შეხვედრა იყო და ღონისძიების შემდეგ ბერნსი სასწრაფოდ გადაიყვანეს სარეაბილიტაციო განყოფილებაში. ხო, ჩიმაევის ეფექტი. მოკლედ როგორც ხდება ხოლმე, ხამზატმა მისი ყველა კრიტიკოსი მალევე დაადუმა. ორგანიზაციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში უჭირდა, რომ მისთვის ვინმე ოპონენტი მოეძებნა, მაგრამ მალევე გამოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც თქვა, რომ მოდი, შევებრძოლები. ეს კაცი კი ამ ბოლო დროს პირადად მე ძალიან მაგრად დამევასა და მისი სახელი კევინ ჰოლანდია. არ ვიცი ზუსტად რატომ, მაგრამ ხალხი ძალიან კონკურენტულ ბრძოლას ელოდებოდა აქედან. ჰოლანდს ჰქონდა გამოცდილება, ტექნიკური უნარები და ცნობილი იყო თავის უცნაური, არაპროგნოზირებადი სტილით. მაგრამ რატომღაც რო გალიაში სხვა რამე მოხდა. ჩიმაევი ოქტაგონზე შევიდა და ბრძოლა პირველივე რაუნდში საბმიშენით მოიგო. ეს ჩხუბი სულ რაღაც 2 წუთამდე გაგრძელდა. ამ ივენთის შემდეგ ცოტა რთული იყო, რომ არ შეცფუნებულიყავი. აგრესიული ტემპი, ჭიდაობის ზეწოლა და არსაიდან მოსული დიდი ძალა. ამის გამკლავება ძალიან რთული იყო. რა ხდება შემდეგ? 2023 წლის 30 ოქტომბერს ვიკინგს ბრძოლა ენიშნება საშუალო ზონის ყოფილ ჩემპიონი კამარუ უსმანთან. სამართლიანობისთვის წინასწარ იმას ვიტყვი, რომ კამარუმ ეს ბრძოლა საკმაოდ მოკლე დროში აიღო და ვარჯიშისთვის ბევრი დრო არ ჰქონია, მაგრამ ხალხი ფსონებს უმეტესად მასზე აკეთებდა. თუ არ იცით რა მოხდა, ისედაც მიხვდებოდით. პირველი რაუნდი ცალსახად ჩეჩენმა ჩაიდო ჯიბეში. მომდევნო 2 რაუნდი კი კონკურენტული გამოდგა. საბოლოოდ ჩვენმა გვინმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და მისი სატიტულო პრეტენზიები უკვე რეალური გახდა. UFC 308 იმ ღონისძიების მეინ ქარდზე, სადაც ილია თოფურიამ ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, ასევე ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული ვის, ხამზატ ჩიმაევს, UFC სიკვდილის ანგელოსთან, რობერტ უიტეკერთან. ეს ბრძოლა პრინციპში ყველამ ვიცოდით უკვე, რომ სატიტულოზე გამსვლელი იყო ჩეჩენისთვის. პირადად ჩემი ვარაუდი ასეთი იყო, რომ თუ უიტეკერი 3 რაუნდს გაუძლებდა და თან არ დაიღლებოდა, რისი ექსპერტიც არის. მისი გამარჯვების შანსები გაიზრდებოდა და შეიძლებოდა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. თუმცა ბრძოლა როგორც წარიმართა და როგორც დამთავრდა, მაგას ნამდვილად არ ველოდი. ჩვენი ძმა კაცი ჭამიასავით მივარდა და პირდაპირ მნიშვნელობით ყბა მოტეხა. უშუალოდ ბრძოლის დასრულებისას ბევრი კითხვა გამიჩნდა და მაინტერესებდა უიტეკერი ესე მალე რატომ დანებდა. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მერე, სადაც ძალიან კარგად ჩანდა როგორ ჰქონდა თითქმის მთლიანად შეტეხილი შიგნით ყბა უიტეკერს, ჩემი სიტყვები უკან წავიღე. შეუდარებელი ჭიდაობა, ალბათ საუკეთესო ორგანიზაციაში. მეტოქის გაკონტროლება როცა უნდა და როგორც უნდა. სტრაიკინგი, ფიზიკური გამძლეობა და მენტალური სიმტკიცე. კვლელის ინსტინქტი. ძალიან მაგარი კარდიო. ხო, ეს არის ხამზატ ჩიმაევი. გასულ თვეს ინტერნეტი აფეთქა კითხვამ, 100 ადამიანი მოერეოდა თუ ერთი გორილა და მე გეტყვით, რომ ერთ გორილას 5 ხამზატ ჩიმაევი თავს მოაჭამს. წესით. დუპლესი და ჩიმაევი ერთმანეთისთვის ძალიან მაგარი გამოწვევაა და ახლა დაახლოებითი ვარაუდის გაკეთებაც კი მიჭირს. წარმოდგენა არ მაქვს ეს ბრძოლა როგორ წარიმართება. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მგონია რომ პირველივე რაუნდში ხამზატი გიჟივით მივარდება, ეცდება რომ დაახრჩოს, გამოვა თუ არ გამოვა ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს ბრძოლა თუ 2 რაუნდზე მეტხანს გაგრძელდა, საჩემპიონო რაუნდებში დუპლეს ძალიან მაგარი კარდიო აქვს და მერე ნაღდად არ ვიცი რა მოხდება. ეგენი მერე იყოს, მანამდე ივნისში ჩვენი ქართველები ჩხუბები უნდა გადავაგოროთ. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდში.